მოგესალმებით. მაშინ, როდესაც ვიწყებდი ცხოვრების გააზრებულ ნაბიჯებს, ეს საკმაოდ რთული ეტაპი იყო ჩემი ცხოვრების, ბუნებრივი ალბათ ქვეცნობიერად ვეძებდი ნიმუშებს, მაგალითებს, ადამიანებს, რომლებიც გადარჩნენ. ეს არ იყო მარტივი, არც ბრძოლა, არც ბუნებრივია ძებნის გზა. მაშინ არ იყო არც სოციალური ქსელი, აქტიური ინტერნეტ მოხმარება, ამდენად აქტიური და მრავალფეროვანი არც მედია სივრცეები არსებობდა ბუნებრივია. თუმცა ჩემამდე აღწევდა ინფორმაცია ერთ საოცარ გოგონაზე, რომელმაც შეძლო. გოგონაზე, რომელმაც გაარღვია სივრცე და სიბნელეში და უბრალოდ სიბნელეს დაუპირისპირა ყველაზე ნათელი და მნიშვნელოვანი განათლება. არ ვიცი საიდან ფლობდა მამაჩემი ინფორმაციას ამ გოგონაზე, მაგრამ მუდმივად არაიძულებით, არამედ შეპარვით მაწვდებდა ინფორმაციას, რომ იქ სადღაც არსებობს ვიღაც, რომელმაც შეძლო და ეს იყო ერთგვარი სტიმული ჩემთვის, რომ მეც შევძლებდი. დღეს ეს გოგონა პირველად სტუდიაში ბიომეტრიის ირინე ხაჟელია. მოგესალმებით, კაპიტანო ირინე. მოგესალმები, გიორგი. მადლობა მოწვევისათვის. პირიქით, მადლობა რომ მოგბრძანდით. პირველი შემთხვევა, როდესაც ვხელავდა სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ გვაერთიანებს, უამრავი რამ სმენია თქვენზე, თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს მიღწევებზე და რაც მთავარია გვაერთიანებს საზოგადოება და ქალაქი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ პირველად ხვდებით ბიომეტრიის სტუდიაში ერთმანეთს. მადლობა რომ მოგბრძანდით. და მე არ შემიძლია ჩემი აღფრთოვანებით არ დავიწყო. ბუნებრივია თქვენს მიღწევებს და რეგალიებს ვერ ჩავატევ ამ ფორმატში, მაგრამ მნიშვნელოვანიც მინდა დავიწყო. ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ოსკარის მფლობელი განათლების დარგში. სხვადასხვა ქალთა ორგანიზაციების სპიკერი, მომხსენებელი, საპატიო წევრი, წარმომადგენელი, ელჩი, სხვა მასალა, რომელიც ალბათ ფაქტობრივად ერთი ადამიანის შესაძლებლობას აღემატება, გულწრფელი აღფრთოვანება ჩემი და ალბათ მაშინ სწორი იყო მამა, როდესაც მიყვებოდა თქვენზე, იმიტომ რომ დღეს ის რაც არ ვიცოდი თურმე შეხვედრამდე ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე მე წარმოდგენილი მქონდა. ადრე ბაბუამ მითხრა, რომ ბევრი მეგობარი ყავდა ებრაელი და საბჭოთა კავშირის დროს მაშინ ყველა საბჭოთა მოქალაქეები ვიყავით, ასე ვთქვათ. და ბაბუამ მითხრა, რომ ერთხელ ერთ ებრაელმა მეგობარმა მითხრა, უთქო, რომ ქრისტიანები რო იტყვით, რომ გამოული მდგომარეობა გაქვთ, დაგენაცვლეთ თუ ტვინს გაანძრევთ, ჩვენ ებრაელები მინიმუმ 9 გამოსავალს ვიპოვითო. ეს დღემდე მახსოვს, მაშინ პატარა ვიყავი, არის ალბათ 7-8 წლის, მაგრამ დღემდე ნათლად მახსოვს და თავი რომ გონია რომ აი უკვე ჩიხში ვარ, კედელს მივწყდეული და იმის იქეთ გზა არ არის. დავფიქრდები, ცივი გონები დავწონი სიტუაციას და ყოველთვის პოულობ გამოსავალს და მე უკვე რომ გავიზარდე, მიუხედავად კომუნისტური ბავშვობისა, ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო ქრისტიანული ტრადიციები და უპირველეს ყოვლისა მამა იყო ქადაგებელი სახარების და ქრისტიანობის ოჯახში და სულ ქონდა სახში ლიტერატურა. ამოვიკითხე ერთ-ერთი წმინდა მამის ესეთი გამონათქვამი ეხლაც მახსოვს, რომ თუ კი ღმერთია შენს გვერდით, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის შენს წინააღმდეგ. სწორედ აი ეს ორი ფრაზა, რომ გამოვალი მდგომარეობა არ არსებობს და თუ კი ღმერთია შენს გვერდით, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის შენს წინააღმდეგ, გახდა ჩემი ცხოვრების მამოტივირებელი ძალა და დღემდე ამით მოვდივარ. დიახ, კაპიტანო ირინე, თუმცა როგორც თავში აღვნიშნე, პირდაპირ გაკეთებით უგზაობის, უშუქობის, ცივი, გაყინული ეპოქიდან მოვდივართ და თქვენ შეძელით გაკეთოთ გარემო და რაღაც დაუპირისპირეთ ამ გარემოს, რომელიც თქვენს ირგვლივ ყოველთვის მზიანი იყო. სიყვარული. აი ამის მოსმენა მინდოდა ალბათ. სიყვარული, იმას რასაც მე სკოლამდე ბავშვობიდან ოჯახში უგრძნობდი და მე დედაჩემ და მამაჩემ ყოველთვის მბრძიდნენ როგორც ჩვეულებრივ სრულფასოვან მოქალაქეს. ასეც არის. ხო. ნუ მაშინ საბჭოთა პერიოდში
ინვალიდებს ეძახდნენ ხო ესეთ ბავშვებს და მენტალური გადაწყობა გამოვიარეთ. დამძრგუნველი იყო და არის დღემდე და მე მოხარული ვარ რომ საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე რომ ეს სიტყვა საერთოდ ამოიღო მოხმარებიდან რომ აი მაგალითად ესეთ ელემენტურ მაგალითს გეტყვი რომ ქუჩაში პატარა ბავშვებს რომ მივდიოდი და ნუ ცუდად დავდიოდი რომ იყურებდნენ ადამიანები სამწუხაროდ იყო ეს კომუნისტურ პერიოდში რომ ეს უფრო მეტად დიდები ანუ ზრდასრული ადამიანები ვიდრე თქვა ხა ბავშვობა შემოხედოს გასაგებია ინტერესი აქვს რომ იყურებდნენ და ეს ვეკითხებოდი ეს მე მახსოვს ვიყავი 4 თუ 5 წლის და ეს მახსოვს უკვე რომ ვეკითხებოდი რომ რატომ იყურებენ მეთქი და ჩემ ძალიან მშვიდად მეუბნებოდი ლამაზი კაბა გაცვია და აი ეგ მოწონთ და ალბათ ფიქრობენ სად იყიდონო თავისი შვილებისთვის და მეც ესე მეგონა შემდეგ უკვე თქვათ აი თითების დეფორმაცია ის ზოგჯერ ასეც არის კი ესეც არის ზოგჯერ ასეც არის უბრალოდ გამძაფრებული აღქმა რომელიც ჩვენ ამ ბრძოლამ ჩამოგვიყალიბა საზოგადოებასთან მენტალურ ნაწილთან ბუნებრივია ჩვენ ხმლით არასდროს გვიბრძოლია სადღაც მაინც იმ დანალექში მიუხედავად იმისა როცა ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე ფაზაზე და ასაკს მაინც სხვა გამბედაობა და თავდაჯერულობა მოაქვს სადღაც აირეკლება ის რომ ვიღაცის ყურადღება შესაძლოა მართლა თქვენი ულამაზესი თვალების გამო იყოს გამოწვეული და რა იმის გამო რაც ჩვენ მგონია ხო, არ ვიცი, იცით, იყო ესეთ შემთხვევებიც, რომ მაგალითად უკვე რომ წამოვიდა თითების გაცილებით უფრო რთული დეფორმაცია, იმიტომ მე მახსოვს, ჩემი თავი, როდესაც აბსოლუტურად ჩვეულებრივად გამართული თითები მქონდა, იმიტომ რომ მე ეს შეძენილი დაავადება მაქვს, არ მაქვს თანდაყოლილი და ჩემი ამას ძალიან გაგებით ეკიდებოდა კი არა, უბრალოდ მასწავლიდა ადაპტირებას ცხოვრებასთან და მეუბნებოდა ხო არიან ადამიანები ზოგს სისფერი თვალები აქვს, ზოგს თაფლისფერი თვალები აქვს, ზოგი ქერა, ზოგი შავგრემანია. ასე არა, თითები ზოგს გამართული აქვს, ზოგს ოდნავ მოხრილი აქვს. ამის დასაჯერებლად რომ აი მე არაფერი ისეთი რაღაცა არაორდინალური არ მჭირდა, მუსიკალურ სკოლაშიც ჩამოვარებია და მუსიკალური სკოლა მაქვს დამთავრებული. კი აი ამ ხელებით მე კონცერტებზეც გამოვდიოდი, ვუკრავდი მოცარტს, შოპენს, ბახს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გასაკვირია ხო? ეხლა იცით რა ზოგიერთ გამოცხოვრებას მეც რომ ჩემსას ვუყურებ, მეღიმება. არის მომენტები, სადაც აღფრთოვანება მაქვს, მაგრამ არა ჩემი თავით, არამედ ჩემი მშობლებით, რომლებმაც აი მართლა ყველაფერი გააკეთეს, გარდა იმისა, რომ ჩემთვის ყოველთვის მაგალითი იყვნენ განათლების, პატიოსნების, პატრიოტიზმის, სიმართლის ამის გარდა ადამიანობის, ამის გარდა მე მასწავლეს ძალიან მყარად ფეხზე დგომა. რაც ვფიქრობ, რომ უმთავრესი არის, რაც მშობელმა შვილს უნდა გადასცეს და ასწავლოს. დიახ, ბუნებრივია ოჯახის და გარემოცვის როლზე უნდა გვესაუბრა და ეს არის ყველაზე მთავარი ღერძი, რომელიც შინაგან სიძლიერეს გვაძლევს საყრდენს ბუნებრივია და ჩვენც მივყვებით ამ საყრდენს, თუმცა ოჯახს მიღმა არსებობს სამყარო, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის იმდენად მიმღებლური, იმდენად ლოიალური, იმდენად თბილი, რომ სხვადასხვა ეტაპზე ცხოვრების ჩაანაცვლოს ის საჭიროება, რაც დგება დღის წესრიგში ნებისმიერი ადამიანის. ახლაც ესე ვართ. რამ შეიცვალა? ოდნავ მე გულწრფელად მჯერა რომ ქუჩაში როდესაც ეწლით გადავადგილდები აღარ არის ის მზერა რომელზეც თქვენ საუბრობთ თან ოდნავ მსუბუქია თითქოს ვიღაც თუნდაც იგივე მედია საშუალებები და არხი რომელზეც მე მუშაობ მე დროს უთმობს და მე ყურადღებას ტერმინოლოგიას რომ ეს იყოს უნივერსალური და არ შეურაცხყოს ვიღაცის უფლება ნება ღირსება და ასე შემდეგ ხო იცით ერთხელ ერთ-ერთ საჯარო მოხელესთან მქონდა კამათი, ვისე, მეგობრული კამათი, ყურს კი არ გულისხმობ. როდესაც შემოვიდა ჩვენთან სიტყვა შეშმ პირი, შეზღუდული შესაძლებლობის პირი. და ვინ შეზღუდა ჩემი შესაძლებლობა? ვინ შეზღუდა? აი თქვენ ჩამოთვალეთ ჩემი რეგალიები და ჯერ არ ვიცი ხვალდაზე გრას ვიზამ, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ ამით არ დასრულდება ჩემი ბიოგრაფია, კიდე რაღაცა შევმატებ და კიდე რაღაცას გავაგრძელებ. ერთხელ მეუფე დიმიტრი გამეხუმრა, რომ აწიო ალბათო შენგანო მარსზე ან ვენერაზე უნდა ველოდოთ იქ რაღაც სიახლეებს რომ განაგავო და
მაშინ ეს რამდენიმე წლის წინ იყო ცოტა ისე ხუმრობად მივიღე, მაგრამ რა ვიცი, 5-10 წელიწადში სავსებით შესაძლებელია. კაპიტანი ინგლეს სტერეოტიპების ამ დღეს როგორ დააღწიეთ თავი, აი ამ გაუყვალავ გზას. იცით, მე გამიმართლა დაწყებით პედაგოგებში, მასწავლებლებში. ორი სკოლა გამოვიცვალე, იმიტომ რომ საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალეთ და მასწავლებლები დაწყებითი ერთი ქალბატონი მედია ხოფერია და მეორე ქალბატონი გუგული მელქაძე ნათელი მათხსოვნას მაშინ მე ძალიან ცუდად დავდიოდი ფაქტურად ვერ გადავადგილდებოდი და ძალიან იშვიათად ალბათ თვეში ერთხელ მივდიოდი ხოლმე სკოლაში დანარჩენი დრო სახლში მეცადინეობდი ჩემი მშობლების დახმარებით მასწავლებლებიც მოდიოდნენ მაგრამ როცა მივდიოდი კლასში მხვდებოდა უთბილესი და უსაყვარლესი გარემო ჩემი კლასელებისგან უდიდესი მადლიერი ვარ მათი და მაშინ ამას ვერ ხვდებოდი, მაგრამ რო გავიზარდე, მე მივხვდი, რომ ეს იყო სწორედ ჩემი დაწყებითი პედაგოგების დამსახურება. მე უკვე სკოლაც რო დავამთავრეთ, კლასელები მეუბნებოდნენ, რომ შენს მოსლამდეო მასწავლებელი გეუბნებოდაო, რომ აი დღეს მოვა ჩვენი ცისფერთვალება ჭკვიანი გოგო. და ყველანი ისე გელოდებოდითო შენს მოსვლასო. და აი ესეთ სიყვარულში მეგობრობაში, თანადგომაში გავიზარდე, მე ერთი დღე არ მიგძნია სკოლაში, რაღაც აი ან სხვანაირი მზერა, ან სხვანაირი დამოკიდებულება და სკოლა რო დავამთავრე საბჭოთა კავშირიც დაინგრა და მე უკვე რაღაცნაირად ყველაფერი უკვე მყარად ვიტექი ფეხზე და საზოგადოებაშიც უკვე მყავდა რაღაც ჩემი სამეგობრო წრე, რომლისთვისაც მე ძვირფასი ვიყავი და რომელიც ჩემთვის იყო ძვირფასი და ალბათ რა იცით, როდესაც ადამიანი არ ახარ ნაჭოჭში ჩაკეტილი და შენ იხსნები სამყაროს მიმართ, ხო, არ ვიცი, გინდა კოსმოსი დაარქვით ამას, გინდათ შემოქმედის მიმართ აი დადებით ემოციას და ფიქრს რო უშვებ, უკანაც გიბრუნდება ის სხვა იძველი ანდაზარი, რასაც დათესავ იმას მონიკიო, ხო? და შესაბამისად თავიდანვეც ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი რო იყო და კარგად, იმიტომ კი არ ვსწავლობდი, რომ აი მე რაღაცა კარგი სამსახური მქონდეს, კარგი შემოსავალი. არა, მაშინ ჩემშობლები ხო, არ ფიქრობდი, იმიტომ ჩემშობლებს წარმოედგინა, რომ მე ოდესმე დამჭირდებოდა სამსახური და შემოსავალი, მაგრამ შეიცვალა საერთოდ ჩვენი ცხოვრება, ყველაფერი ყოფა ქვეყანა შეიცვალა და შესაბამისად მომიხდა მუშაობა, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც აი მე გარანტირებული ასე ვთქვათ, უზრუნველი ბავშვობა და ცხოვრება მქონდა, მაშინაც კარგად იმიტომ სწავლობდი, რომ მინდოდა ყოფილიყავი გამორჩეულად კარგი განათლების მქონე ადამიანი, იმიტომ რომ განათლებული ადამიანი ყოველთვის საინტერესო მოსაუბრეა. ამას მე ყოველკვირეულად, ასე ვთქვათ, ცოცხლად და ნათლად ვხედავდი ჩვენთან ოჯახში, იმიტომ მაშინ არ იყო ამდენი რესტორნები და მეგობრები ყოველთვის იკრიბებოდნენ ოჯახებში და ამის ყოველ შაბათ-კვირას ჩვენს ოჯახში დიდი სუფრები იმართებოდა. მამას მეგობრები რომ მოდიოდნენ, აი ამაყი ვიყავი, რომ ნებისმიერ, ვთქვათ, იქ კამათში თუ კითხვაში მამას ყოველთვის ჰქონდა პასუხი და თან იტყოდა ეს ენციკლოპედიაში ამადამ გვერდზე, ამადამ ტომში წერიაო და გადმოიღებდნენ მის მეგობრები, ნახავდნენ და ზუსტად ეგრე იყო. მამას ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა, ხა მე იმის ალბათ 5% მაქვს არა სამწუხაროდ. მაგრამ რას ვამბობ, ანუ ბავშვობიდანვე კარგი არ მაკმაყოფილებდა, მინდოდა რომ საუკეთესო ყოფილიყო. ეხლაც ჩემი ცენტრის მსვენელებსაც მაგას ვეუბნები, რომ კარგი კი არ უნდა იყოთ, საუკეთესო უნდა იყოთ, იმიტომ რომ ისეთ ცხოვრება დადგა, რომ კარგი და საშუალო ამის გათანაბრებულია უკვე. კონკურენცია ბუნებრივია ყველა მიმართულებით და როდესაც ხარ საუკეთესო, უკვე აი დამიჯერებთ ძალიან ბევრ სამსახურში მიმუშავია. რა ვიცი, მთავრობის ადმინისტრაციაში თუ ამერიკის საელჩოში, Forbes-ში თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არსად არ მოუთხოვეთ, აბა გვაჩვენე შენი დიპლომიო, იმიტომ რომ
განათლება თავისას ამბობს და ეს ქახალდი უკვე მეორე ხარისხოვანია. რა თქმა უნდა, ის დიპლომი იძლევა ამ განათლებას, მაგრამ ასეც ხდება დაშენება, დიახ. რა თქმა უნდა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ თუ კი როგორც გურამიშვილმა თქვა, ხო, თუ კაცსაც ცოდნა არ აქვს, გასტანჯავს წუთის სოფელი. აი ეგრე არის რა, აი ცოდნით ყველა კედელს გაარღვევ და ყველა ბარიერს გადალახავ. დიახ, გეთანხმებით აბსოლუტურად, ლოგიკურად მივედით საუბრის მნიშვნელოვან ნაწილამდე, რომელიც განათლებას და შემეცნებას უკავშირდება, ჩვენი ბრძოლის, ჩვენი საერთო ბრძოლის დიდი წილი ალბათ გადის შემეცნებისა და განათლების პრობლემაზე ჩვენ საზოგადოებაში. და ალბათ ათმაგდება ის შრომა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარ თავს, როგორც გეგმას ვუწესებთ. რა ხარვეზებზე შეგიძლიათ საუბარი, ვიცი რომ უამრავია, მაგრამ ამოვიდეთ იმ ჭრილიდან, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და რომელიც საერთოა. უფრო ალბათ ვიტყვი რა გვაძლიერებს და დღემდე რა მოგვიყვანა ერთეულმა პედაგოგებმა, რომელსაც თავისი მხრებით მიაქვს ჩვენი შვილების მომავალი. იმიტომ რომ ის რაც ხდება მარტო სკოლაში ან თუნდაც უნივერსიტეტებში კი აგრა სკოლამდელი აღზრდის, ანუ ბაღში ქედან დაწყებული, ეს არის უბრალოდ კატასტროფა. ვიდრე ქვეყანა არ განახორციელებს განათლების სრულ რეფორმას ბაღიდან დაწყებული, საუნივერსიტეტო განათლებით დასრულებული, არც ეს სფეროს არ ეშველება. არ ვიცი, ზოგჯერ მგონია, რომ რახან 30 წელი ესე აყოვნებენ, იმიტომ რომ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, ეს არის ეროვნული გამოცდების და მართლაც კოლოსალური იყო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ზოგჯერ მგონია, რომ ხელოვნურად ხო არ აფერხებენ განათლების რეფორმას, იმიტომ რომ თუ კი განათლება გასწორდება და დაალაგდება, მაშინ ყველა სფერო ავტომატურად, აი დომინოს პრინციპით ეკონომიკა იქნება, ის ჯანდაცვა იქნება, მშენებლობა იქნება, ტრანსპორტი თუ ავიცი ნებისმიერი დაალაგდება, იმიტომ რომ განათლებული ადამიანი, განათლებული ექიმი, განათლებული ინჟინერი, განათლებული მეწარმე თუ ასე შემდეგ ააშენებს ნამდვილად კარგ. მაგრამ ალბათ ამ დროს ყალიბდება საზოგადოება, რომლის მართვა ხდება კი, ჩვენ ხო მოსესთავობავთ, გიორგი, აი ჯერ 30 წელი გავიდა, ხო? კიდე 10 წელი უნდა ვიაროთ უდაბნოში, აი ესეც ბაბუა მითხრა, საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, ისეთ გახარებული იყო სხვა შორის ბაბუა უსმენდა ჩუმად Voice of America. ამერიკის ხმა, კი ბატონო. და ისეთი გახარებული იყო, რომ რა ბედნიერი ვარო, რომ ღმერთმა არ გამიყვანაო მანამდე და მომასწრო საბჭოთა კავშირის დაშლასო და შენო მოესწრები რუსეთის დაშლასაცო და მე აი ხო იცი დაჟიტირებული ახალგაზრდა მეგონა, ой, ბაბო, უკვე რუსეთიც დაშლილია და ყველანი თავისუფლება ვართ და ჩაეღიმა და ბაბო, თავისუფლებას კიდე 40 წელი უნდაო და მაშინ ვერ მივხვდი და ეხლა ვხვდები, რომ იცით რა, კი, შეიძლება ბოლო მოდელის iPhone-ი დაიჭირო ხელში, ბოლო მოდელის მანქანაზე დაჭდე. არ ვიცი, ბოლო მოდელის ლეპტოპით და ასე ვთქვათ, ტექნოლოგიები შემოიტანო ქვეყანაში, მაგრამ თუ მენტალურად ამას ვერ აუწყვე, ფეხი და მენტალურად ჩარჩი მე-19 საუკუნეში, მაშინ ეს იქნება აი მაიმუნს რო სათვალე უკეთია. დაახლოებით. გეთანხმებით აბსოლუტურად ამ შეფასებაში შეუძლებელია, როდესაც განათლებაზე და მის ფუნქციაზე ვსაუბრობთ, არ დაგეთანხმოთ. თუმცა იმ ჰორიზონტზე, რომელშიც თქვენ მონაცვლეობთ, იყო არჩევანის შესაძლებლობა და დარწმუნებული ვარ არის დღემდე. რატომ არ ესოდეს დარჩით იმ საზოგადოებაში, სადაც თქვენთვის უფრო შესაძლოა მარტივი ყოფილიყო ყოფიერება, ყოველდღიურობა, თქვენი რეგალიები დღესაც იძლევა იმის საშუალებას, რომ უარი თქვა, სწორედ ამას გულისხმობთ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყოდა უარს
იმ ყოველდღიურობაზე, რომელშიც ჩვენ ვართ და თქვენს ადგილზე. საქართველოს სად არის? სწორედ ეს მარცვალი მინდა მოვისმინო და გაუზიაროთ აუდიტორიას. თქვენგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანისგან, რომელსაც დღემდე აქვს ამის პოტენციალი შეიცვალოს მის აგვისტოში შემომთავაზეს ნიუ-იორკში Times Square-ზე. აგვისტოში ვიყავი ასევე ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში. სწორედ ჰარვარდში ვიყავი მიწვეული, ბოსტონში ვიყავი, როდესაც მომანიჭეს ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა და მეც არ ველოდებოდი სიურპრიზად გადმომცეს განათლების დარგში ოსკარი, ამერიკული ოსკარი, რომელსაც წარწერილი აქვს ჩემი სახელი დაგვარი, ანუ სახელობითი. და ახლა ამერიკის კონტინენტზე ვიყავი, არ გაუშვია შესაძლებლობა ხელიდან და ბოსტონიდან წამოვედი ნიუ-იორკში და ნიუ-იორკში მოვძებნე პარტნიორის სკოლა, რომელთანაც მივედი, რომ დამეყარებინა კავშირები, თანამშრომლობა და აი 5 წუთის გასვლის შემდეგ რომ დავიწყე საუბარი, შემეჩერა სკოლის დირექტორმა და მითხრა და კი კარგიაო, კიდევ ახალ ქვეყანასთან ჩვენი სკოლის თანამშრომლობაო, მაგრამ ხო არ იფიქრებდი, რომ ჩვენთან გადმოხვიდე და აქ იმუშაო Times Square-ზე. თქვენ უთხარით არა. მე ვუთხარი არა. იმიტომ ვარ დღეს აქ. იმიტომ რომ არ შეიძლება ყველა წავიდეს და ეს მართლაც კურთხეული ქვეყანა დაუტოვოთ სხვას. იმ სხვას, რომელიც უკვე საუკუნეებია გვებრძვის და უნდა ჩვენი მიწის დაპყრობა და თუ კი ჩვენ ყველანი დავტოვებთ და წავალთ, მაშინ ჩვენს ცარიელ მიწას დაეპატრონება ზუსტად ის სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ყველაზე ღირებულია დღეს ის შინაარსი, რომელსაც ბიომეტრიის მაყურებლისთვის აჟღერებთ, ეს არის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩემთვისაც, როგორც გადაცემის წამყვანისთვის. საზოგადოებაზე ვისაუბროთ, თუ გადავავლებთ თვალს უკანასკნელ წლებს, გადავავლებთ თვალს ერთ, არ ვიცი, ეპოქას, რომელსაც ვქნით ჩვენ. არაფერი შეიცვალა, საზოგადოება არ გაიზარდა, ქალბატონო ირინა. ობიექტური თუ ვიქნებით და ეს ლამაზი ჩაწიკწიკებული ფრაზებით არ ვისაუბრებთ, უფრო ბაბლი შეიქმნა, უფრო სწორად აი რაღაც სხვადასხვა კლასტერები, ეს კორონადან მოყოლებული ეს სიტყვა შემოვიდა ჩვენთან ხმარებაშიც. შეიქმნა და იმის იქეთ არავინ არ იყურება. სოციალურ ჯგუფებზე საუბრობთ და საზოგადოება ნიშნავს ერთიანობას. ერთიანობა მაშინ არის, როდესაც ქვეყანა არ არის უბრალოდ ტერიტორია, არამედ არის სახელმწიფო. იმიტომ რომ სახელმწიფოს გააჩნია ერთიანი ხედვა, ერთიანი მიზანი, ერთიანი мотиваცია. ამ სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს აქვს ვალდებულება და პასუხისგებლობა გაიაზროს და განახორციელოს ეს. აი მაგალითად რო ავიღოთ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები, ხო, ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა არის მსოფლიოში, იმიტომ რომ ლამის დედამიწის ყველა კუთხე კუნჭულიდან არიან იქ ჩასული ემიგრანტები და შექმნეს ეს სახელმწიფო, მაგრამ თითეული მათგანი, ვისაც ამერიკის პასპორტი აქვს, ნამდვილად და გულწრფელად იცავს ამერიკის სახელმწიფოს ღირებულებებს და მიზნებს, ვიდრე თითოეული ქართველი. არ გავიაზრებთ ყოველი ჩვენგანის პასუხისგებლობას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს წინაშე და არა ტერიტორიის, რა არის სამშობლო. ხო, სამშობლო პირველ რიგში არის ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ეხლა საბჭოთა კავშირშიც ადამიანები იბრძოდნენ სამშობლოსთვის, მაგრამ იბრძოდნენ იმისთვის, რომ დაეხსნათ ის და ქონოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ქვეყანა, ხო? და თუ კი ამის გაძლიერებისთვის არ ვიბრძოლებთ, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის არ ვიბრძოლებთ, ისეთ ინსტიტუტებისთვის, რომლებიც არ იქნება დამოკიდებული თუ ამა თუ იმ ეტაპზე ვინ არის მმართველი. ხო, რა მოგწონს ჩვენ ევროპაში ის, რომ ევროპელებმა, თუნდაც დასავლეთში, თუნდაც ბრიტანელებმა, თუნდაც ამერიკელებმა, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იციან ვინ ვისი მინისტრია, ვინ არის მთავრობაში და არც აინტერესებთ. ასეც უნდა იყოს. მაგრამ ეს მიიღწევა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც
იმდენად გამართული იქნება სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ ადამიანი არ იქნება დამოკიდებული კონკრეტულად პიროვნულ გადაწყვეტილებებზე, არამედ დამოკიდებული იქნება ინსტიტუციონალ გადაწყვეტილებებზე. ამის გაკეთება ერთ ან ორ ადამიანს არ შეუძლია. ეს უნდა გააკეთოს საზოგადოებამ. საზოგადოებად რო შევდგეთ, ჩვენ ამის ნებელობა უნდა გვქონდეს პირველ რიგში და პასუხისმგებლობის გრძნობა სამწუხაროდ. ყველაზე დიდი დაღი, რაც კომუნისტურმა წყობამ ჩვენს ქვეყანას და ზოგადად ჩვენს ერს დაუტოვა, ეს არის პასუხისმგებლობის გრძნობის ნაკლებობა. რატო? იმიტომ რომ კომუნისტურ ეპოქაში ყველაფერი იყო საერთო. და სახელმწიფოებრივი აზროვნების ერთ-ერთი ტელევიზიით მახსოვს ესეთი სიუჟეტი, რომელიც რაღაც 9 წლის წინ გავიდა ვაკის პარკში გადაღებულია სიუჟეტი და ხეზე ეკითხებიან გამვლელებს, რომ ეს ხე ვისიაო. რა ვიცი 10-15 ადამიანისგან არც ერთმა არ დაასახელა, რომ ეს ხე ჩემი. რა ვიცი ვისია, რა ხე არავისია. და შემდეგ იყო შედარება ბერლინში, ერთ-ერთი ქალაქის სკვერში, ეკითხებიან გამვლელს, ეს ხე ვისიაო. ყველა, აი ბავშვიდან დაწყებული, მოხუცით დამთავრებული თქვა, ეს ჩემია, იმიტომ რომ ეს ქალაქის სკვერია, ქალაქის მუნიციპალიტეტი ჩვენ თითოეულ ბერლინელს გვემსახურება. განსაკუთრების განცდა. დიახ, ეს თითოეული ჩვენგანისა. სანამ ეს არ გვექნება ჩვენ, სანამ ეს არ მიხვდებით, რომ ქუჩაში ნაგვის დაყრა იგივე რაც საკუთარ სახლში შენ ნაგავი დაყარო, ხაი საკუთარ სახლში იატაკზე არ ყვრით ნაგავს, არა, ურნაში ვაგდებ. აი ეს ერთი ელემენტარული მე რატო ვახსენე ბაღი, იმიტომ რომ ასეთი ელემენტარული რაღაცები უნდა ისწავლებოდეს ჯერ კიდევ ბაღში. პრიმიტიული, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხოვრების წესი. ქუჩის გადაკვეთის წესები, ხო? აი ასეთი ნაბიჯ, აგურ ლოდებით არ შენდება არც სახლი, ჩვენდეს არც სახელმწიფო. აგურ უნდა ვაშენო. კაპიტანო ირინა, არაერთი წელია ემსახურებთ განათლებას. და ძალიან ხშირად მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულები ვართ განათლების სექტორის და პედაგოგების მიმართ, მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მადლმოსილი და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე თითქოს დაუფასებელი პროფესია. ახლავს თუ არა მადლობა თქვენ საქმიანობას, თქვენს ერთგულებას ქვეყნისადმი და ზოგადად დამოკიდებულებას თქვენს პერსონალურს განათლებისადმი. მადლიერების შეგრძნებას ვეღარ ვხედავ თითქოს ადამიანების მიმართ, რომელიც დგამენ ძლავრ ნაბიჯებს. იცი გიორგი, აი საზოგადოებაზე ვსაუბრობ და ზუსტად ეგრეა, დასავლურ კულტურაში ყველაზე დაფასებული ადამიანები არიან პედაგოგები და ექიმები. ვიდრე ჩვენთანაც იგივე არ იქნება. დიახ. ვიდრე პედაგოგს, რომელიც შენ შულს განათლებას აძლევს და შენს ქვეყანას მომავალ თაობას უზრდის. ფაქტიურად იმ თაობას, რომელიც შენ რომ თქვათ აი საპენსიო ასაკის იქნები, მოხუცი იქნები, ქვეყანაში რა პოლიტიკა გატარდეს, რა რეფორმები გატარდეს, ის უნდა გადაგიწყვიტოს. ვიდრე ეს არ იქნება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, რომ ექიმი და პედაგოგი დაფასდეს. მანამდე, რა ვიცი, რთულად მეჩვენება ეგ ყველაფერი. რაც შეეხება ჩვენ საქმეს, კი, რა თქმა უნდა, მადლიერების გრძნობა რო არ იყოს, აბა ეს იმდენად რთული ამბავია, ამდენი წელი რა გამაძლებინებდაო, ხო? იმიტომ რომ ჩემი პირველადი პროფესია არის თარჯიმნობა და თავჯდებოდი სახში და ვთარგმნიდი მაშინ წიგნებს. სულ თავიდან ეს მქონდა ჩაფიქრებული სხვათა შორის, აი სულ შემთხვევით მოვხდი იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც მე მოვხდი და ეხლა ვარ, ხო? მაგრამ, ნუ სამწუხაროდ სულ უფრო ნაკლებია ისეთი ადამიანები, ვინც მადლობას გამოხატავენ და ეს არის ძალიან ცუდი პირველ რიგში მათთვის, იმიტომ რომ თუ კი ადამიანს მადლიერების გრძნობა არ აქვს, რა ვიცი, აბა თვითონაც რაღაც კარგს გააკეთებს და მადლობას არ ეტყვიან, ხო გული ეტკინება და დაწყდება.
ხო და ამდენ გულდაწყვეტილ ადამიანს ხვეჭობია რომ ყველანი ბედნიერები და ბუნებრივია. თუმცა ძალიან საინტერესოა დეტალურად მოვისმინო რა არის თქვენი წარმატების ფუნდამენტი, თქვენ ირიბად შეეხეთ ოჯახისა და გარემოცვის მხარდაჭერას, პედაგოგის როლს თქვენ ცხოვრებაში. თუმცა მე მგონია რომ მხოლოდ გარე ფაქტორებს არ უკავშირდება ინდივიდის წარმატება და არსებობს რაღაც პერსონალური ძალა, ენერგია, რომელიც თითოეულ ადამიანში ამ შემთხვევაში ბუნებრივია თქვენ გულისხმობთ. რა არის მაინც ის საყრდენი უდრეკი, რომელმაც შეგაძლებინათ ის, რაც თითქოს ერთი შეხედვით და შორიდან შეუძლებელი ჩანს. იმის რწმენა, რომ შეუძლებელი არაფერი არა, უბრალოდ ყველაფერი უნდა გინდოდეს, მაგრამ გინდოდეს ის კი არა, აი პატარა ბავშვი ფეხებს დააბაკონს, აუმეს მინდა. არა გინდოდეს, აი თხევით ტერფიდან ბოლო უჯრედამდე გააზრებულად და მიზანდასახულად იმას მიაღწევ. მიუღწეველი მართლა არაფერი არ არის. მე აი Forbes-ში მუშაობდიო, წეგან რო ვახსენე, ხო? ნუ აი Forbes-ი რო პირველად გავიგე ჩემს ცხოვრებაში, ახალგაზრდობაში, რა თქმა უნდა ვერ წარმოვიდგინა, რომ ჩემი სახელი და გვარი ოდესმე Forbes-ში მოხდებოდა, ხო? არც არასდროს არ მქონია ლტოლვა რაღაცა მომხვეჭველობის და ფულის შეგროვების და რაღაცა არანამდვილად, იმიტომ რომ არ გავსდილა ასეთ ოჯახში. მაგრამ მოხდი Forbes-ში. რედკოლეგიაში მართალია როგორც თარჯიმანი, მაგრამ ხო დაიწერა Forbes-ში ჩემი სახელით. ასე რომ მიუღწეველი არაფერი არ არის, უბრალოდ ადამიანს უნდა გინდოდეს და ჩერჩილს აქვს ეს კარგი გამონათქვამი, რომ გზაზე რომ მიდიხარ, ყველა ძაღლს ვინც გიყებს, თუ დაიხარე და გაშეჩერდე და დაიხარო და ქვაესროლო, მისდამდე ვერასდროს ვერ მიაღწევო და სწორედ ასე არა, შენი გზა უნდა გააგრძელო იმისდამდე და ყოველთვის იქნება ვიღაცა, რომელსაც არ მოეწონება, რომელიც კრიტიკულად შეგაფასებს და ეს ნორმალურიც არის, იმიტომ რომ ნუ ახლა მართლა შაურიანი ხო არა, რომ ყველას მოვწონდე ხო იმის არ იყოს და ასე რომ ეს ნორმალური არის, უბრალოდ თუ კი ადამიანს მართლა გინდა რაღაცის მიღწევა და გაკეთება, უნდა შეგეძლოს სხვისი აზრის მოსმენაც, აწონ-დაწონვაც და იქედან ასე ვთქვათ საუკეთესოს ამოღება და იმის გათვალისწინება, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვემხრობ იმ პრინციპს, რომ ერთი ჭკუა კარგია, ორი უკეთესი, 3, 4, 10 თლად გადასარევი და ასე რომ თუმცა მიუხედავად აი ამ ძალისა, ჩვენ ვართ ადამიანები და ბუნებრივია გვაქვს ეპიზოდები ცხოვრებაში, როდესაც ძალიან რთულია ხელახალი გადაწყობა. ზოგჯერ არის იმედგაცრუების მაღალი ხარისხი და მგონია რომ აქ დასრულდა და შემდეგ უკვე აღარაფერი ან აღარ შემწევს ძალა. თქვენ აქაც ხართ ძალიან ბევრის მაგალითი, ისე როგორც წლების წინ იყავით ჩემთვის. და ჩვენ ალბათ გვიყურებს ახლა აუდიტორია, რომელსაც აი ეს შინაგანი ძალიან განსაკუთრებული და სპეციფიური უნარი გამოდგება ცხოვრებაში საგზლად. მე მაინც მგონია რომ გარემოს მიუხედავად თქვენში არის განსაკუთრებული ნიჭი. არ ვიცი გიორგი რა იცი, ორჯერ მქონდა კლინიკური სიკვდილი. ისეთი რომ აი უკვე ექიმებმაც რო ხალათი გაიხადეს და გავიდნენ რომ დავამთავრეთ უკვე არაფერი და მოვბრუნდი. და რახან ასეთ სიტუაციებიდან მოვბრუნდი, ეს ჩავთვალე რომ ესე იგი მე ჩემი მისია ჯერ არ დამისრულებია და კიდე რაღაც არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ როცა ადამიანი ასრულებს შენ მისიას, გადიხარ ამ ქვეყნიდან. არ ვიცი მე ესე მჯერა და ამასინათ ერთი ახლობელი მეუბნებოდა ის მეუღლეზე რომ აი თავიდანო უწევსო მეორეჯერო ცხოვრებაშიო ჩამთვალის პრობლემები შეექმნა და ნაბიჯების გადადგმა და სიარულის სწავლაო და მე 12 ჯერ ვისწავლე მეთქი და ხა ღმერთმად უდამაჭიროს, მაგრამ არ ვიცი ალბათ მე 13 ჯერაც თუ დამჭირდება მაქსიმალურად ყოველთვის ვეცდები სანამდე შემეძლება ვიბრძოლო რომ ვიდგე ფეხზე, მაგრამ ნუ არის რაღაც მომენტი, როცა ვეღარ დგები. საოცარია შემართება, ძალიან დიდი მადლობა ამ მოხდისთვის. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ნაწილში, როდესაც წელიწადის ერთ კონკრეტულ დროს დღეს რაღაც მიზნობრიობით ვახსენდებით საზოგადოებას. არ მიფიქრია მაგაზე იცი. ხო და სხვა მხრივ აი რო გითხრა რომ აი რო არის რაღაც დღესასწაულები თუნდაც აი არ ვიცი
სხვადასხვა რიტუალური მნიშვნელობა. მაგალითად, შშმ-პირთა საერთაშორისო დღე თქვენში არ იწვევს ნეგატიურ ემოციას. ორი გვაქვს ასეთი. დიახ, ახლოა სხვათა შორის კალენდრულად, ერთ-ერთი მათგანი, ერთი ზაფხულშია, თუმცა ამის მიღმა არის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების არა, არ ვიცი, გეტყვი, იმიტომ არ ვიცი, რომ არაზრს არ მეძახიან შშმ-პირების არც ღონისძიებაზე. მაგრამ ვიცი, რომ არსებობს. ხო, და ერთხელ რომ გამოვთქვი, ესე ვთქვათ, საყოდური კი არა და ისა ნუ რატო არ დამიძახეთ? ვაიმეო, ჩვენ შენო არ აღიქვამთ, რომ როგორც შშმ-პირს იმას აღქმაზე კი არ არის საქმე, თუნდაც იმ ადამიანებს ვეტყოდი, რომ იცით ეს არ არის დასასრული და ეს არ არის განაჩენი. უბრალოდ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება, როგორც შეგიძლიათ, რანაირადაც შეგიძლიათ, რა გზებითაც შეგიძლიათ, გამონახოთ და უბრალოდ ჩემს საქმეს ვატყოდი, თორე განავინმესგან რამე მინდა, არასდროს არავისგან არაფერი არ მეთხოვე. ძალიან მსგავსია ეს გადაკვეთაც, ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო საუბრისთვის. მადლობა მობრძანებისთვის და იმ გულწრფელი ემოციისთვის, რომელიც ბიომეტრიის მაყურებელს მოუტანეთ სტუდიამდე. ცხოვრება არის ძალიან ხანმოკლე, ძალიან საინტერესო. მადლობა ამ ინტერესისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გამიღვიძეთ და მადლობა იმ ბავშვობის ემოციებისთვის, რომელიც დაუსწრებლად, მაგრამ აღწევდა ჩემამდე. მაყურებელს შევახსენებ, ქალბატონი ირინა ხაჟალია გახდათ ბიომეტრიის სტუმარი. მე მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით.